7 საათია. ჩვენ გზაში ვართ. Ja. დიდველი ხალხო. დღეს გვაქვს სერიოზული მარშრუტი. გამოცდა, რომელიც 2 წლის უკან თუ წელიწადნახევრის უკან გავიარეთ. საშუალო შეფასება. არა, მაგას შეფასება იყო საშუალო. ხო, ну საშუალოზე ცოტა დაბალი. გამოცდილება დიდი. კი ბატონო. შემთხვევით მოხვდით იმ ადგილას და ამ გასვლით უნდა გავცომოთ როგორც ლაშქრობის რაღაც უნარები, ასევე წუწუნის ხარისხი. ვინც ყველაზე მეც იწუწუნებს და ხარისხიანად ის იქნება გამარჯვებული. აჰა, ესე იგი კახამ გაიმარჯვა. კახამ უკვე გაიმარჯვა. თუ წუწუნის ხარისხით გამარჯვება მოდის, ჩათვალეთ კახა იმარჯვებს. უკვე გაიმარჯვა, გამარჯვებულია პირველი ადგილს. გამოვაცხადეთ პირველი ადგილი კახას. კახას ვერავინ ვერ დაუდგება წინ, ახლა უკვე ბრძოლა მიდის მეორე, მესამე, მეოთხე ადგილებზე. მე მეოთხე ადგილზე გავალ ალბათ სავარაუდოდ. ნუ მეოთხე ზოგადად საპრიზოა. ხო, მეოთხე ადგილი ამ შემთხვევაში არის საპრიზო. კი ბატონო. აბა წავედით, მოვიდა ჩვენი ავტობუსიც. მოკლედ როგორც ყოველთვის უცდით კახას და შორენას. როგორც ყოველთვის პირველ ადგილოსანი წუწუნში იგვიანებს. გვინდა რომ გადავწეთ საჩუქარი. ეგრევე გამოვლინდა. დავნახოთ აბა კიდე რამდენი ხანი უნდა ველოდოთ. ან პრიზიორისთვისაც ეს იქნება სიურპრიზი. ეს წარმოიდგენს რომ მიდან უკვე არის ერთ-ერთი წარმატებული ადამიანი. კი ბატონო. წუწუნის დარგში. ნუ საჩუქარი შესაბამისი რაც გამოადგება მთაში სასიარულოდ. და ხარისხის სასამართლებლად. კი ბატონო, ხარისხის სასამართლებლად. წუწუნს ეგრევე კლავს. როგორ ხარ? როგორ ხარ? კარგად? შენ? შენ? კარგად. კარგად? მეც კარგად. რას ფიქრობ დღევანდელ დღეზე? როგორ წავიდეთ? გაგიჭირდება, არ გაგიჭირდება? რა? რას ნიშნავს? გავიმარჯვებს. არ გაგიჭირდება? გამარჯვებთ სახელურად. არა, ჩვენ დილიდანვე გამოგავლინეთ, შენ გამარჯვებულად. დილიდან შენმა დამ დააწესა, ვინც ყველაზე მეც იწუწუნებს, ის იქნება პირველ ადგილზე და შემდეგ მოძდევენ. თქმისთანავე შენ პირველი ადგილი მოგალიჭა. უკონკურენტოა და ამიტომ გითხარით მეგობრებო, ბრძოლა მიდის მეორე, მესამე და საპრიზო მეოთხე ადგილი. საპრიზო მეოთხე. გაჩერებასთან. პირველ გაჩერებასთან მივაღწიეთ, როგორც იქნა. ახლა ცოტა ხანს დავისვენებთ ჩილში. აუ ძალიან დავიხალე. და აი მეგობრებო, ნახეთ ჩვენი გლდანის დიდი ტბა. წყალი რო გამოუშვეს, მოემატა და რა ლამაზია. რთული ერთ-ერთი რთული გზა გამოვიარეთ იქედან და ახლა შეძლების დაგვარად ავხსნი რა გზით უნდა წავიდეთ. აი ამ გზას გავყვებით. აი აგერ პატარა მთასავით ხო ხედავთ? აი ამას აქედან მოუვლით და იქეთ არის ანძა, ვიცი როგორ ჩანს, მზე მანათებს და ვერ ვხედავ. და იმის თავზე აი დაახლოებით იქედან დავიწყებთ მთისკენ ასვლას და აი ეს რასაც ხედავთ. აი ამას მთლიანად გავდივართ და
ეგერ ბოლოში არის მოტიტულებული ადგილი, აი ბოლოში, აი წარმოიდგინეთ, აი ეს უნდა გავიაროთ მთლიანად, რასაც ხედავთ და აი მოტიტულებულ ადგილს ეძახიან დიდველს. იქ არის ფანჩატური, მაგი და დაჯდები ჩვეულებრივად. რა ვიცი, წაიხემსებ, ცივწყალს დალევ და ასე შემდეგ. მოკლედ, ეხლა დავისვენებთ და ყავასაც დავლევთ. მოკლედ, მოვედით. ვისვენებთ. დაიღალე შორე? არა უშავს, არც მაგისობა. აჰა. ყავას ვამზადებთ. ია, როგორ განწყობაზე ხარ? კარგი. არ დაიღალე? ჯერ არა ვსვარდა რა დამკვიდრე. დაიღალე თუ არა იქ მკითხე. ჯერ არ დაღლილა. ოსა გავდიო. კაი, დავლიოთ ახლა ყავა. მოკლედ მივადექით ვილავეჯინის შესახვევს. გზა კიდე შორია. მივიწევთ წინ. 1 საათი და 20 წუთია მოვდივართ. მაგრამ სხვა მსვლელობასთან შედარებით სწრაფად ავდივართ. იმიტომ დაახლოებით 12 კილომეტრი უნდა გავიაროთ სულ აღმართები. აქ ჩვენ ვიყავით 2 წლის უკან. აი არაჩვეულებრივ ოჯახში. ვიდეოც გვაქვს გადაღებული, სადაც ქალბატონი ბუმბულებისგან აკეთებს ნახატებს. ნახეთ რა მაგრად გაუკეთებია. ოხ. რაო, ჯიგა. აუ. სულ თავის ხელით აკეთებს გოჩა ამას ყველაფერს. გოჩა ხო ქვია? ყოჩახა, ყოჩახა. მოტივაცია რო შეგიქნას უბრალოდ. კი ბატონო. ხო. მოკლედ მოვადექით დღის დასაწყის. ნაკრძალი ცოტა ზევით იწყება და ეს თავად ვილავეჯინი. აი ეს შენობა. აქ შეგიძლია დაიქირაო ოთახი. დაისვენო. გოგოები ჩამორჩნენ ქვევით იქ. ერთ-ერთ ოჯახში შევიდნენ წყლის მოსამარაგებლად. გზაზე გაგვითავდა წყალი. ასე რომ აი ამ გზას გაუყვებით უკვე ტყეში. მოვიდნენ გოგოები. რა სიგრილია აქ? ჯადოსნური ტყია. ეს ქალბატონი გაახარებს ხმეთი წყალი. ხო, მოგვამარაგა. ცოტა ის არის აქეთ რომ წყლები რეგულარია, ევრო რეგულარია, თუ სუპერი. აი ეს შლაგბაუმი და შევედით ნაკრძალში. всё, აი აქედან იწყება გზა დიდველისაკენ. კახა გარბოდა წინ და დავკარგეთ. აი სულ ასეთი გზა არის ბოლომდე. აი ესეც თბილისის ეროვნული პარკი. ნუ გადახვალთ მარკირების ბილიკიდან, ყურადღება გაამახვილეთ მარკირებაზე, ნუ იხმაურებთ, ნუ დატოვებთ და დაწვავთ აქ დამარხავთ ნაგავს, ნუ გადააგდებთ სიგარეტს, ნუ შეაწუხებთ და შუაწუხებთ ცხოველებს, ნუ მოწყვეთ და ნუ დააზიანებთ მცენარეებს, ცეცხლი დაანთეთ მხოლოდ მისთვის გამოყოფილ ადგილებზე, განსაკუთრებული ყურადღებით იყავით
ნისლის დროს ყოველთვის იქონიოთ შესაბამისი ფეხსაცმელი, საწვიმარი და ქუდი. აი ბატონებო. აი ეს არის ყველაფერი რაცა. აი მეგობრებო, ეს გზაა და უყურეთ, ასეთი ნიშნები არის ხეებზე. ამ ნიშნებს უნდა გაუყვე. არ უნდა გადაუხვიო. შეიძლება რამე ცხოველით შევხვდეს. დათვი და მგელი არ შემხვდეს და სხვა ყველაფერი. 2 წლის უკან აქ შველი შევხვდა. გზა გადაგვირბინა. ამიტომ ისე მოძრაობ, სულ ხელთ მაქვს ტელეფონი, რა უცებ დავიწყო გადაღება. ჩიტებისა და ბუნების ხმას ვიღებ. თუ ისმის. კოდალა. კოდალას ხმა ისმის. მოკლედ, მეგობრებო, შესვენებას ვაკეთებთ და ვინც ამ ვიდეოს თავიდან უყურებდით, არ შეცდა ია, რომელმაც პირველი ადგილი მისცა ეგრევე კახას ჯილდო, იმიტომ რომ რაც კი შემოვედით შლაგბაუმს გამოვცდით, კახა არ გაჩერებულა. წუწუნებს. კახა მოკე გაიმარჯვა. ისე მინდა გითხრა, რომ სწორს ვაკეთებთ, აქ რო ვისვენებთ, იმიტომ რომ აი ეგერ უყურეთ მარცხნივ. ეს არის ის საშინელი ასასვლელი 2 წლის უკან ერთი ზევითა. დავამთავრე და მეორეს რო ხო, ერთი ზევითა. აი ეს ასასვლელი იყო. ნუ სასწაულება იყო, მე კი ნაღა მოვკვდი. აი ხოხვით ავედი, ხოხვით. მაგრამ მაშინ ძალიან დატვირთულებიც მივდიოდით მაშინ. არა, ჩვენ გზაც არ ვიცოდით მაშინ და ახლა კემაინც ვიცით. აი ეს როგორი სიტუაცია, იცით ხახნო? სადმე როცა მიდიხარ, არ იცი. რა მანძილი უნდა გაიარო და გზა არ მთავრდება. აი ასე იყო ზუსტად 2 წლის უკან. ჩემო მეგობრებო, და ახლა მინდა განახოთ რაღაცა. აი აქ იყო ცხოველი. პირდაპირი მნიშვნელობის ცხოველი. ქვევითაც ნახეთ აი ასეთი ცხოველის ნამოქმედარი. უბრალოდ ახლა აქეთობისას თუ წავიღებთ ამას, ახლა ამას ვერ ვათრევთ იქეთ. რომ ნაგავში გადავაგდოთ მე. მოკლედ აი ამ აღმართ დავადექით. ყველაზე რთული მონაკვეთი. წინ კილომეტრი ნახევარი გვაქვს. ნორმალური სიარული 40 წუთში უნდა დავფაროთ. მაგრამ აი ეს რა დაღმართია. და რა აღმართია. დაძმა როგორც ყოველთვის წინ გარბიან, ბიჭო არ თავდება ეს აღმართიჩი. რომ ხელა რა მისი გძე ხალხი დალოცვილ. ტალახია ეტყობა, მაგრა თუ იწვიმა. რაღაცა გახმაურდა. მაგარი ადგილია რა. აბა. ხო. ზე არ გვიშლის ნამდვილად ხელს. იმიტომ ხშირი ტყეა და გვიცავს მზის სხივებისგან.
შენ თუ შორენა ორი უკან ძღლს სალამი ჩემპიონია რა. ა? ყველაფერში. წინსვლაშიც, უკან დარჩენაშიც, ტრაბახშიც, წუწუნშიც, არგუმენტებშიც, გადაბრალებაზე. კატა ფეხებით ეცემა ყოველთვის. კი ბატონო. რაღაც იდეაზე რო იმას იზამს, მე ჩემი იდეა იყო. კი ბატონო. ყველაფერში, იმიტომ დაიმსახურა დღეს დილას. უცებ პირველი ადგილი. დაუფიქრებლად. ცოტა დაგვრჩა ხალხი, ცოტა. აბრა. 8.5 კილომეტრი ზედა ზენის მონასტრამდე. აქედან ის წერტილი, სადაც ჩვენ მივდივართ, უკვე ძალიან ახლოა. შეიძლება 200 მეტრი, შეიძლება 300 მეტრიც. 300 მეტრი არ იქნება. მეტი. მოკლედ მივედით მგონი. აი როგორც ვამბობდი 2 თუ 300 მეტრი დაგვრჩათ ხო და მოვედით. მოვახციეთ. აი ასე ადიხარ იქა დიდველი 300 მეტრში. მაგრამ ჩვენ აი აგერა საპიკნიკე ადგილი. ყოველ შემთხვევაში მე პირადად ჯერი გასვლას არ ვაპირებ. იმიტომ რომ უსაშინლესად დავიღალე. პირველის ნახევარია. ზუსტად პირველის ნახევარზე მოვედით და იქ ზენიტში იქნება. აი ეგ ეს გზა. აი აქედან ადიხართ. მიდიხარ, აი დიდველია, აქვეა რა, 200-300 მეტრი. და ახლა აქ აბრებს რა აწერია. დიდველის მთა. აი, ხო გითხარით 300 მეტრი. 10 წუთი. ზედა ზენი. კი ბატონო. ახლა მოვიდეთ, წყარო. აქ აქვევით სადღაც წყარო. და მე როგორც მახსოვს, აქ უნდა იყვეს 1700 მეტრი. მოკლედ. თბილისის ეროვნული პარკი შეიქმნა 73 წელს. გარკვეული პერიოდის შემდეგ მან დაკარგა ეროვნული პარკის სტატუსი და 2007 წელს ყოფილი ეროვნული პარკის ნაწილისა და საგურამოს ნაკრძალის ბაზაზე კვლავ შეიქმნა ეროვნული პარკი. მდებარეობს კავკასიონის მთავარი ქედის სამხრეთ კალთების საგურამო იალნოს ქედებსა და მათ განშტოებათა ფერდობზე, რომლებიც განედურად გადაჭიმულია მდინარე მტკვრიდან მდინარე იორამდე. ზედაზენი 600-1700 მეტრი სიმაღლეზე. მისი ფართობია 21,036.14 ჰექტარი. შედგება საგურამოს გლდანის მარტყოფის და ღულელების უბნებისაგან. 1700 მეტრი. კაი ბატონო. აი, საპიკნიკე ადგილიც. იაჩადის ახლა ქვევით, ნახოს წყარო არის თუ არა. მაგრამ ვერენდობი აქეთ რო წამოხვალ, წყალი მაინც უნდა წამოიღო რა. იმიტომ რომ ხშირად შრება ხოლმე. შორე, მოდი შენ დავიწყოთ ახლა და შეაფასე გზა.
რა სიტყვი გზაზე? რთული გზა. მაგრამ იმდენად არაჩვეულებრივი ბუნება, ტყე, სიმწვანე, სიმშვიდე, ჭიკ-ჭიკი, ჩიტების აი რომ მოაღწევ დანიშნულების ადგილს, საპიკნიკე ადგილს, გავიწყდება ყველაფერი. კახა რა სიტყვია? შენი შეფასება. რთული გზაა, მაგრამ თქვენ სამმა უფრო გამიმიცემთ. გზა. გეუნე პირველ ადგილოსანია ყველაფერში მეთქი. ია, შენთვის როგორი იყო ეს გზა? ძალიან კარგი. არც დაუღლილ ვარ. მე საერთოდ ვიცნობ ჩემს თავს კარგად. რაც უფრო მეტი ენერგიას ხარჯავ, ორმაგი ენერგია მომდის. თან ერთადერთი ვიყავი მე ახიარეთ, რომელსაც ჯეროდა რომ აქ მახსოვდა უბრალოდ რომ იყო წყალი და დადასტურდა ჩემი მოლოდინიც. რა ვიცი, მე არ მერტულა ნამდვილად. ახლა მესამეჯერ ვამოვიდე. შესვენების გარეშე, აღონ ტვირთი არ მქონდეს, წყალი და ყავა გამომატანე. და საჭმელი აქ დაგახვედრო. ხო, აქ მწვადები დამახვედრეთ, ოღონდ შემწვადდა ყველაფერი. ამოვალ საათში, 1 საათში. ესენი მწვადებს რო დაგახვედრებენ, ჯერ 1 საუკუნით ადრე უნდა მოვიდნენ. ხო, ესენი უნდა გამოუშვა 2 დღით ადრე. ხო, ხوارდა გაიგე, წინა ამოსვლაზე პირველი ვინ ამოვიდა და ქვემოთ ვინ მოჩანჩალებდა? სხვათა შორის ეს კარგი გამახსენეთ შორენო, თელიქსის განმავლობაში ვამბობდი რომ ახლა ნელა ვიაროთ ენერგია დავზოგოთ და უფრო სწრაფად მივალთ. მოვდიოდი თავში უკან ვიყავი უკანა პოზიციაზე. ყველაზე მეტად შევინარჩუნე ენერგია და ყველაზე პირველი მე ამოვედი აქ. ყოჩაღები ხარ. ვინც ყველაზე მეც იწუწუნებს და ხარისხიანად ის იქნება გამარჯვებული. შენ მეორე ადგილია. წუწუნში? ყველაფერში. ძმას არ ჩამორჩები არაფრის. მესამე ადგილს მესამე ადგილს მე და შორენა გავიყოფთ როგორ. მეოთხე ადგილს არ ვიჩხუბებთ მე და შორენა, მესამე მეოთხეს ჩვენ გავიყოფთ. არაა პრობლემა. შორენა რა სიტყვი? თქვენს გამო არ ვერ ამოვედი. რა სიტყვი შო? იყო დაძმა იყვნენ პირველ ადგილ მეორე ადგილოსნები. წუწუნში ყველაფერში. ქება, ყველაფერში. ბიჭო, პრიპაჩობა. მარტო საათი შენს ლოგნიში დავხარჯე. რატომ მელოდებოდი მე წამოსულიყავ? გავეცი კაცო. გია მთელი გზა გაყვიროდი, გაჩერდით, ერთად ვიაროთო. მე როცა გაჩერებდი, მაშინ არ ჩერდებოდი, თორე სწორ გზაზე მე რა თქმა უნდა გაჩერებდი. დავე გაშალეთ. მოკლედ მეგობრებო, ჩემთვის ეს გზა იყო მართლა რთული, ჩემთვის 2 წლის უკანაც იყო ეს გზა რთული, 2 წელია ვემზადებოდი ამ გზისთვის. შარშან რაფერ ვიყავით, აქ შარშან წინ ვიყავით. არა, შარშან წინ აგვისტოში ვიყავით. შარშან ვიყავით და კახა ხო. აი, ამა დაძმას ვერ დაუმტკიცებ ვერაფერს რა. შარშან რო დავგეგმეთ წლევანდელ ზაფხულს ისევ მოbrunება, 1 წელია ზუსტად გია მორალურად ემზადება. ყოველდღე რამდენჯერაც ჩემი აივნიდან თებს შეხედავდა ახსენდებოდა რომ ზაფხულში ელოდებოდა დიდი გამოცდა და ჟიან წარმატებით ჩაიარა. შარშან წინ 10 ბალიანი შეფასებით გიწერ 5-იანს. ეგეც აქ. ზღვარი გადავახე. როდის ვიყავით აქია? შარშან წინ. დამიჯერეთ, ხო? დაურის ავამყოფობი და იმის გამო ჩაგვივარდა. დამიჯერეთ. მე ტყილა არ ვლაპარაკო, პირველი, მეორე ადგილი და ძმა იყოფთ. ყველაფერში აბსოლუტურად. არ დავაფიქსირებ. პირველი ადგილი დააფიქსირე. შენია მე მაი პირველი ადგილი. შარშან უფრო შემოდგომაზე ვიარეთ ჩვენ. ხო, შარშან შემოდგომაზე ვიარ და აგვისტოში ვიყავით აქა, მაგრამ საქმე იმაშია რომ ჩვენ გზა არ ვიცოდით, ისე მოვდიოდით. ახლა უნდა მეგობრებო განახოთ საოცარი ადგილი. წეგან ჩავედი, წყალი ამოვიტანე. და ტელეფონი ზევით დავტოვე. რტენითი. ვინმეს არ გეგონოთ რომ აქ ამე ელექტროენერგიის მაგვარია და შეერთებული მაქვს სათენად არ წამოღებული მაქვს ბლოკი სპეციალურად რომ დავტენო. და მეთქი ალბათ რაღაცა პატარა წყალუკა მოწუκწუკებს. საოცრებას ნახავთ რა. არ ვიცი, მე პირადად ტელევიზორში მინახია. აი ასე ფიზიკურად. ნამდვილად არ მინახია. აი უბრალოდ როგორ მოდის წყალი რა. აუ მაგარია.
თან ისეთი ცივია. აი რო დავლიე კი ნაღამ კბილები დამწვა. აი უყურეთ. ეგ ახე, ხო? აი ჯოვლები. ხე იზრდება. ხო? აი ნახეთ. უბრალოდ საიდან გამოდის წყალი. შეხედეთ. ფესვები ენაცვალე, აი ეს ბუნება, ნუ ამას ხელი არ უნდა ახროს ადამიანმა, არა. მოდის აგერ. აი ამ ნაპრალში, ო ეს ქვებია. ცა წავიქცე. აი. ნახეთ უბრალოდ რა. საოცრება. ნუ აქ მილი აქვთ შეერთებული და მიდის ქვევით. მოგლეთ მეგობრებო, გამოიწერეთ ჩვენი არხი. ჩვენ თითქოს და სულ ერთი და იგივე ადგილებში დავდივართ. ჩვენს ვიდეოებში ვინც უყურებთ, მაგრამ ყოველ გასვლაზე რაღაცის აღმოჩენას ვახერხებთ რა. ახლა ერთი გასვლით ყველაფერს ვერ ნახავ, ხო? ძალიან მაგარი. თბილისის ეროვნული პარკიდან, თავდიდველიდან გილოცავთ პეტრე-პავლობას, მრავალს დაესწარით, შეგვეციოს, არავდეს და როგორც ხნედ ამოგვიყვანა, ესე ხნედ ყოფილიყავით ყოველთვის. ამინ. შეგვეციოს ამ დღის მადლი წყალობას, რომელიც საქართველოს დიდება უფალს, დიდება ჩვენ, დიდება გმირებს. შეგვეციოს თავი დღის მადლი. ამინ. აი, ხელი არ გა. ხერი არ მაქვს. გილოცავთ აბა ყველას. მრავალს დაესწარით. მოკლედ ავდივარ დიდველისკენ, რათა იქედან გადმოვხედოთ საქართველოს. ხალხო, ნახეთ ეს სილამაზე უბრალოდ. მოკლედ ჩემო მეგობრებო, ამით ვასრულებთ დღევანდელ გადაღებას. ბრუნდებით სახლში,
ყველაფერმა კარგად ჩაიარა. ნუ სახლისკენ დაბრუნება უკვე საინტერესო არ არის, იმიტომ რომ ანალოგიურად იგივე გზა უნდა გავიაროთ უკან, რასაც რატო არა? ნახავთ და ნახეთ უпроსტად უკვე ვიდეოში. თუ რამე საინტერესო იყო, შიგადაშიგ ჩავთავთ, მაგრამ მოდით მომავალ შეხვედრამდე და გამოიწერეთ ჩვენი არხი. ეს არის ჩვენი ოჯახი, დავდივართ ოჯახებით და ვატარებთ დროს. აბა კარგად. ქვეყნად გაზაფხულის კლავაც დამხატველო ძის რასულის თქმა ხარ აქ არის მოდი ალვის ხებს წელზე მოეხლიო ჩემი საქართველო აქ არის ჩემო სიამაყე ჩემო სადარდელო ჩემი საქართველო აქ არის მეცად ჩემი ღამე უნდა გავათენო ჩემი საქართველო აქ არის